ბატონებოდეს. ძალიან მწარე ვიქნები შეფასებებში და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანის მიმართ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, იმიტომ რომ თუ დავიწყეთ რაღაც, ან უნდა ვთქვათ, რომ ის ისე გაკეთა ყველაფერი როგორც იყო, ან პასუხი ვაგოთ, ან და მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენ არ ყოფილვართ ქართველები და ჩვენ რაღაცისთვის ვიბრძოდით, ესე იგი, ვინც რაღაცა ფული მოგცა და ვინც რაღაცა ვინმე დაგვინიშნა შვილი თუ ახლობელი, გავჩერდით და ახლა ვიძახით, რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობ. რა პოლიტიკაში არ მონაწილეობ? მაშინ რატო მოდიოდი 26 მაისზე? მაშინ რატო არ იფიქრე ამაზე, რომ პოლიტიკაში არ ყოფილიყავი? აი ახლა დღეს ლაპარაკო პოლიტიკაში არ მონაწილეობ, იმიტომ რომ ბიძინევანიშვილი ფულს გაძლევს და ბიძინევანიშვილმა ვიღაცა დაგინიშნა თანამდებობაზე, ეს უნდა დამთავრდეს. ეს არის ფულით გაკიდული საქართველო და სწორად ლაპარაკობენ ინტელიგენციაზე. და მე რამდენიმე პიროვნება, ვისაც ახლა პირდაპირ თუ ირიბად ვსაუბრობ, გვარს ვეღარ ახსენებ, უკვე ესენი სათაყვანებელი ადამიანები იყვნენ მთელი საქართველოსთვის და უკვე ხალხში მათ მიმართ ძალიან მძიმე განწყობაა ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ გააჩუმეს რით, გააჩუმეს ფულით, გააჩუმეს ვიღაცა სადღაც დაუნიშნეს, რაღაცა მოხდეს. ეს აღარ არის უკვე საქართველო. ჩვენ ვინც დავიწყეთ ბრძოლა, არ უნდა დავწუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი ისე არის, როგორადაც ვიბრძოდით ჩვენ და რაც გვეწერა დოკუმენტებში და ყველაფერი იმ გზით მიდის, თუ ისე არ არის, კეთილი ვინებოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება წავიდეს იმ გზით, თუ ამას არ აკეთებს, კეთილი ვინებოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიქნებით მებრძოლი იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს განვითარების ბუნებრივი გზით. ეს ხელოვნური გზაა.